ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობთ ამაზე, რომ იყო რაღაც არნახული, მართლა უპრეცედენტო მასშტაბი იმ გაყალბების, რაც ჩაუდენია ოდესმე ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ანუ რა იყო, ქალბატონ თამარ, თქვენ ყველა არჩევნებს აკვირდებით და მათ შორის 2020-შიც ძალიან კარგად იცით, როგორ მოქმედებდა ქართული ოცნება. რა იყო ის ახალი და თქვენთვის მოულოდნელი, რაც გააკეთა ამ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ და რითაც დაიწერა ის შედეგი, რაც დაიწერა. ახალი იყო ის, რომ ტექნოლოგია გამოიყენა თავის სასარგებლოდ და მარტივად რო აუხსნათ მაყურებელს რა მოხდა. ჩვენ ვნახეთ 79 უბანი როგორ გაყალბდა, პირდაპირ ხუთში რო ყვიდნენ საარჩევნო კონვერტებს, ხო? იგივე გააკეთა, ოღონდ უხილავად ამ ელექტრონულ ყუთებში. აი ეს გააკეთა მთელი საქართველოს მასშტაბით და თვითონ სტატისტიკური ანალიზი როგორ გააკეთა ქალბატონ თამარ ეს არის თვალით შესამჩნევი და ხო აი კი ბატონო ბრძანეთ ელექტრონული გაყალბება არ არის იოლად შესამჩნევი მაგრამ მოდით დავიწყოთ თავიდან დიახ პირველი გაყალბება როდესაც მე შევახსენებ საზოგადოებას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ითხოვდა არჩევნების დღის წინ ერთი კვირით ადრე კიდევ გააკეთეს ბრიფინგი და მოვითხოვეთ ის რომ აუდიტი ჩატარებული იყო ტექნოლოგიის, ასევე გამოიკვეთათ პასუხისმგებელი პირები ტექნოლოგიის მუშაობაზე, რა გამართულად მუშაობაზე, გაყალბების აღკვეთაზე და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ პასუხი არ გაგვცემა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ეს ერთი ნაწილია. მეორე, საარჩევნო სიები, რომელზეც ცნობა არ აქვს არც დამკვირვებელს, არც პოლიტიკურ პარტიას, არც კომისიის წევრებს არ აქვს სათანადოდ ბოლომდე ცნობა და ამაზეც საჩივრებს ვწერდით ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ვამახვილებთ ყურადღებას, ხო? აი ესე იყო მთელი მასშტაბი, სისტემური იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ხო? ეს ერთი ნაწილი გადავდოთ, იმიტომ რომ როდესაც ვლაპარაკობთ ამ მასშტაბის манипуляციაზე, ეს არის კომპლექსური საკითხი და კომპლექსური საკითხი სჭირდება ბევრი სხვადასხვა საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება, ხო? ამიტომ ეს სიები და ასე ვთქვათ, ტექნოლოგიები დავიმახსოვრდეთ. ეხლა საკითხი არის ასე. საქართველოს მონაცემებით საქართველოს მოქალაქეების საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების რაოდენობა არის 3.600.000 რამე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა არის 3.500.000 რაღაც. ანუ 145.000-მდეა სხვაობა. და ასევე საქსტატის მონაცემებით 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა არის 772.000. მაშინ როგორ ემთხვევა, როგორ ხდება ის, რომ სხვაობა საქართველოს მოქალაქეებსა და ამომრჩეველთა რაოდენობას შორის მხოლოდ არის 100.000-145.000, მაშინ, როდესაც ასევე საქსტატის მონაცემებით 772.000 ბავშვია ამ ქვეყანაში. ეს ხო ნიშნავს, რომ ჯამურად საარჩევნოს მე მგონი გაითიშა თამუნასთან კავშირი და კი ბატონო, ხელახლა დავურეკავთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაზეც საუბრობდა თამარ კორძაია და მისგან მოვისმენთ დეტალურად იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს ამ დროისთვის, რაც შესაძლოა გვიან, მაგრამ უკვე ნელ-ნელა შიფრავენ იმ სქემას, სპეცოპერაციის იმ სქემას, რაც ჩაატარა გუშინ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ. დიახ, გისმენთ ქალბატონ თამარ განაცხადა. ანუ მე მგონი ძალიან მარტივად და გასაგებად ავხსნი, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე რეალურად უნდა იყოს, ხო? დიახ. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს სიებთან წვდომა, ჩვენ არ გვაქვს ვერიფიკაციის აპარატებთან. ეს ვერიფიკაციის აპარატი რა, სადაც ამომრჩეველთა სია ჩადვირთული, ხო? კი ბატონო, დიახ. ჩვენ არ ვიცით იქ რა სია, არავინ არ გვაჩვენებს, იმიტომ რომ ამბობენ, რომ პერსონალური მონაცემებია და ვერ მოგცემთ. რატო არ გვენდობიან, რა ჩვენ თუ თვითონ იცავს CSKO-ს ადმინისტრაცია პერსონალურ მონაცემებს, რა პოლიტიკური პარტიები რატო გავასაჯაროებთ ამას? ან კონკრეტული პირები, ვისაც ცნობას მისცემს, მოაწერნო ხელი პერსონალური მონაცემების დაცვაზე და გააკონტროლებენ, მაგრამ არ აძლევენ ცნობას, ხო? შესაბამისად, ვერიფიკაციის აპარატში, ანუ სადაც ეს სიაა ჩატვირთული, აქ რა არის ჩატვირთული, ეს არ ვიცი.
ახლა გავაგრძელოთ შემდეგ, ხო? მარკირება, როდესაც მასობრივად არ მუშაობს და ბევრი საჩივარ დაიწერა ამაზე დღის განმავლობაში, ხო? ანუ გაორება რო არ მოხდეს ამორჩევლის და ერთი ამორჩევლის სხვადასხვა უბანში არ შევიდეს და არ მისცეს ხმა, იმიტომ რომ სიაზე წვდომა არა გვაქვს. თურმე მარკირებით ვიცავთ ხო ამით, მაგრამ მარკირების სითხეები არ ვარგო და არ მუშაობდა. მარკირების გარეშე არ ხრებოდა დიახ, რამდენიმე ადამიანი დავიჭირეთ, რომელიც ორჯერ შევიდა პროკურატურას მივართეთ გულში, მაგრამ არაფერი არ გააკეთა, ხო? ეს მეორე ნაწილი. ანუ სია ადამიანი, რომელსაც მარკირებას არ უკეთებდა და ბოლოს რაც თქვა, პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ თქვენ ადამიანებს. კი ბატონო. ამაზე ხო ომი გქონდა. ანუ ხა შევკრათ ეს კომპლექსურად. სიას ვერ ვაკონტროლებთ. ხო, აი ეს კომპლექსურად შევკრათ, ბატონო თამარ. რა მასშტაბია? ამიტომ ჩაყარეს. ძალიან დიდი მთელი საქართველოს მასშტაბით. ეხლა ამაზე კიდევ ციფრები გვეუბნება პასუხს. დიახ. ასეთი ყველაზე გაკოტრებულ მდგომარეობაში ყოფი პოლიტიკური ძალა 12 წლის შემდეგ. ყველაზე მეტ პროცენტს რო იღებს, ეს ნიშნავს, რომ მათ სისტემური манипуляცია ჩართეს. კომპლექსური манипуляცია რო იყო, ამას ადასტურებს ის. იქ სადაც არ ქონდათ ვერიფიკაციის აპარატები და ელექტრონული ხმისმიცემის პროცედურა, ყრიდნენ ბიულეტენებს, მოქმედებდა დაშინება, მოქალაქეებს აშინებდნენ, შანტაჟი, მოსყიდვა. ეს ფაქტები ხო არის რა? კაპიტან თამარ, აი არის ასეთი კითხვები მთელი დღის განმავლობაში მხდება და მინდა რომ აუცილებლად კითხოთ, რომ აი თუ რაღაც манипуляციებს ქონდა ადგილი, აი ამ ტექნიკურ მოწყობილობასთან დაკავშირებით, სადაც შედის ამომრჩევლის ბიულეტენი და აი შემდეგ ამოდის ჩეკი იქედან, ხო, რომელიც ითვლის და ამოდის საბოლოო ჩეკი. როგორ იყო მაშინ თანხwebdriver აი ამ მონაცემებსა და შემდეგ ხელით გადათვლის შედეგს შორის? აი აქ რა ტექნოლოგია, რა ტიპის манипуляცია შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, სამგორში ქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ეს 4 ვერიფიკაციის აპარატია, სადაც ასია ჩატვირთული. ეს 4 ვერიფიკაციის აპარატი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ერთი სია ყოლაში ჩატვირთული წესით და ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ამას ქვია სინქრონიზაცია ამ 4 აპარატის. სამგორში აღმოჩნდა, რომ ერთი აპარატი არ იყო სინქრონიზირებული. იქ იყო სხვა სია ჩატვირთული. შესაბამისად, როდესაც დათვლა დაიწყეს, დაავიწყდათ ამის დაკავშირება იმ სამ აპარატთან და ბიულეტენები ამოვიდა 38-ით მეტი. მოსულ ამომრჩეველთან შედარებით. შესაბამისად, 38-ით მეტი რო ამოვიდა, დაიწერა საჩივარი ჩვენი წარმომადგენლების მიერ, მაგრამ მერე გაახსენდათ, ესო რა მოგვივიდაო კომისიის წევრებმა, ვერც კი ხვდებითო და დაასინქრონიზეს და ამოიყვეს და დაასწორეს და დასვეს ეგრეთ წოდებული ბალანსი. ანუ ერთი რამ ცხადია, ამ არჩევნებზე ქართულ ოცნებას ჰქონდა შესაძლებლობა რეალურ დროში ეკონტროლებინა, ვინ შედიოდა უბანზე და ვის აძლევდა ხმას. ეხლა ამის კონტროლის შესაძლებლობა რა გზებით ჰქონდა? პირველი, ვიდეოკამერა იდგა, რომელიც აკონტროლებდა შემოსულ ადამიანებს. მათ ჰქონდათ თავიანთი ელექტრონული, რა ქვია, პატარა ლეპტოპი, აიპადები. 5G ინტერნეტის სწრაფი კავშირი და ამით აწვდიდნენ ინფორმაციას მუდმივად თავიანთ შტაბებს და გარდა ამისა, ტოტალურად, ანუ ბიულეტენში ხარისხი ფურცლის იყო ისეთი, რომ ჩანდა რომელი ნომერი გააფერადო. ანუ ტოტალურად ფუნდამენტური უფლება ხმის მიცემის ფარულობის იყო დარღვეული და ხმის მიცემის ფარულობა თუ დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს არ აქვს შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნის გაკეთების. კი ბატონო და ბოლოს კაპიტან თამარ მთელი აი ამ ყველაფრის ფონზე რაც თქვენ აღწერეთ ახლა თუნდაც რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი ოპოზიციის. ჩვენ ყავდა ლევან სანიკიძე თქვენამდე და ნუ ამბობდა ის რომ პრაქტიკულად ოპოზიციის გეგმა იქნება ასეთი რომ რასაკვირველია სრული ბოიკოტი და ალბათ პროცესები გადაინაცვლებს უკვე ქუჩაში, მაგრამ თქვენ კარგად გახსოვთ ლევანისგან განსხვავებით უშუალოდ იყავით ამ პროცესების მონაწილეც, როცა 2020 წელს დაიწყო ბოიკოტით არჩევნების გაყალბების შემდეგ და შემდეგ ოპოზიცია შევიდა მაინც პარლამენტში, რამაც ამომრჩეველშიც გამოიწვია გარკვეული უნდობნობა და ნიჰილისტური დამოკიდებულება. ხო, აი ახლა რას აპირებთ და როგორ უნდა დაარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ აღარ მოხდება მსგავსი რამ და ოპოზიცია აღარ დაიხევს უკან? პირველ რიგში უნდა იყოს ერთიანობა. თუ რაზეც შევთანხმდებით, ის უნდა შეასრულოს ყველამ. ჩვენ იმ პროცესში 2020 წლის არჩევნებში ერთიანობა, ნაციონალური მოძრაობა შევიდა ყველაზე ბოლოს
იმიტომ რომ ჩვენ არ დავარღვიეთ ეს პირობები. მე იმედი მაქვს, ახლა არაფერს არ წინასწარ მე არაფერს არ ვიტყვი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მოლაპარაკების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ერთგული უნდა ვიყოთ თითოეული ჩვენგანი. იმიტომ რომ მე ერთი რამის მჯერა, თუ ჩვენ ახლა სათანადოდ არ შევისწავლით რა მოხდა, თუ ჩვენ ახლა სათანადოდ არ დავიცავთ კანონიერებას და იმას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი წაგართვა დღეს ხელისუფლებამ, მაშინ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება. აი ეს არის მნიშვნელოვანი, ყოველთვის გაყალბება და ახლა გვაქვს ეს კრიტიკული მომენტი და მე მჯერა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, ეს ქვეყანა იმსახურებს კოალიციურ მმართველობას და ჩვენ ამისთვის ბევრი გვაქვს საბრძოლო. კი ბატონო და ალბათ ელოდებით სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, რომელიც იქნება დღეს 9 საათზე. კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს და ალბათ ამის შემდეგ თქვენ სამომრჩეველსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე ეცოდინებათ კონკრეტული გეგმა, რას, როდის და როგორ აპირებს ოპოზიცია. ხომ ასეა? დიახ.